ღირსი იოანეს სინელი. კიბე ანუ კლემაქსი. სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა. რა ითელ მამასახლის იოანეს რომ მიუძღვნან. რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის. სიტყვა მე-20. ხორციელი მღვიძარების შესახებ, რომელიც სულიერ მღვიძარებას შობს. ქვეყნიერ მეფეთა წინაშე ზოგი უბრალოდ უიარაღოდ დგას, მეორენი კვერთხებით და ფარებით, მესამენი კი ხმლით შეჭურვილნი. უკანასკნელებთან შედარებით პირველთა უპირატესობა დიდია და შეუდარებელია, რადგან პირველთა შორის ჩვეულებრივ მეფის ნათესავები და ერთგულები არიან. ამგვარად ხდება ქვეყნიურ მეფეებთან დაკავშირებით. ჩვენ კი მოდით იმას დავაკვირდეთ, თუ როგორ დგავართ ჩვენი ღვთისა და მეუფის წინაშე მწუხრის, დღისა და ღამის ლოცვაზე ხელებს ისე აღუპყრობენ უფალს, როგორც უხორცონი და ყოველგვარ საზრუნავს განშორებულნი. სხვები ამ დროს ღვთის წინაშე ფსალმუნებით დგებიან, სხვები წმიდა წერილის კითხვას შესდგომიან, სხვები ძილს ხელსაქმით განაგდებენ, სხვები მთელ ღამეს სიკვდილის ხსენებით ატარებენ, რათა ამგარად მოიპოვონ სინანული. ყველა ამათგან პირველთა და უკანასკნელთა მღვიძარება ღვთისადმი დიდი სიყვარულითაა ნაკარნახევი, მეორენი და მესამენი, ისინი, ვინც ფსალმუნს კითხულობენ, ასევე მონაზნობის გზაზე დგანან, ხოლო ვინც ხელსაქმეს აღასრულებს და ამგვარად ფხიზლობს, უმცირეს გზაზე დგას. თუმცა ღმერთი მისი ზრახვისა და ძალის მიხედვით შრომას შეიწირავს და მადლს მიანიჭებს. მღვიძარე თვალი წმენდს გონებას, ხოლო ჭარბი ძილი გულს ასასტიკებს და გონებას აბნელებს. მღვიძარე მონაზონი სიძვის მტერია, ძილის მოყვარე კი, მისი მეგობარი. მღვიძარება მრისხანებას მუსრავს და სიზმართაგან ათავისუფლებს, ის მოიტანს ცრემლს, დაამდაბლებს გულს, დაიცავს გრძნობებს, საჭმელს მოანელებინებს, შემუსრავს უკეთურ სულებს, ენას ალაგმავს და განსდევნის ოცნებას. მღვიძარე მონაზონი გულის სრახვებზე ნადირობს, მას შეუძლია ღამის მყუდროებაში დაინახოს და შეიპყროს ისინი. ღვთისმოყვარე მონაზონი ლოცვის ზარს რომ გაიგონებს, იტყვის, ვაშა, ვაშა, დიდება ღმერთს. ხოლო უქმი და ზარმაცი ამბობს, ვაიმე, ვაიმე, როგორ მეზარება. ტრაპეზის მზადება გამოსცდის ნაკროვანს, ღვთისმოყვარეს კი გამოსცდის ლოცვის ღვაწლი. როდესაც ნაკროვანი სუფრას ხედავს, მისკენ მირბის, ხოლო ლოცვისმოყვარე მისვლას აგვიანებს. ჭარბი ძილი გულმა ვიწყობას იწვევს, მღვიძარება კი გონებას წმენდს. შორმელთა სიმდიდრე კალოსა და მარანში იკრიბება, ხოლო მონაზონთა სიმდიდრე და გულმოდგინება ღამის ლოცვებში და გონიერ ღვაწლში. ჭარბი ძილი ბოროტი მეუღლია, რადგან ზარმაცებს მათი ცხოვრების ნახევარს სტაცებს. გამოუცდელი მონაზონი მრავალმეტყველებაში გამოცდილი და გულმოდგინია, ხოლო როდესაც კითხვის დრო მოახლოვდება, თვლემას თავს აღწევს. უმაქნისი მონაზონი მრავალმეტყველებაში გამოცდილი და გულმოდგინია, ხოლო როდესაც კითხვის დრო მოახლოვდება, თვლემას თავს ვეღარ აღწევს. როგორც მეორედ მოსვლის საყვერი აღადგენს მკვდრებს, იმგვარადვე აფხიზლებს უმაქნის სამაოდმეტყველება. ძილის მტანჯველი სული ცბიერი მეგობარია, რადგან ჭამას მის დროს სტაბლასთან გვიზიდავს, ხოლო მარხვისა და ლოცვისას ძლიერად გვებრძვის. ლოცვის დროს იგი ხელსაქმეს გაახსენებს, რომ ძილი მისი საშუალებით გააფრთხოს. მონაზნობის გზას ახლად შედგომილთ ძლიერად ებრძვის, რათა იმთავითვე სიზარმაცეს მიაჩვიოს, ან სიძვის ეშმაკს მოუმზადოს მათში ადგილი. ვიდრე ამისგან არ გავთავისუფლდებით, ძმებთან ერთად ლოცვას ნუ მივატოვებთ, რადგან ხშირად სირცხვილის გამო მაინც არ მიცემთ თავს ძილის ნებას. კურდღლის მტერი ძილია, ძილის მტერი კი ამპრათვნების ეშმაკი. ვაჭრობის ბოლოს ითვლის ვაჭარი მოგებას, ხოლო გულმოდგინე და მღვიძარე მონაზონი კანონის აღსრულების შემდეგ დაითვლის მისგან მიღებულ სარგებელს. ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარს შემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ. ცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გამზადებულნი არიან, რომ სულიერი ღვაწლის ნაყოფი მოგტაცონ. სიფხიზლისას ხშირი ფსალმუნების ჩვეულება იწვევს იმას, რომ ძილის დროსაც თავში ფსალმუნის სიტყვები გვიტრიალებს. ხშირად კი ხდება, რომ ეშმაკები წარმოგვიდგენენ მათ გონებაში, რათა ამ პარტავნებაში ჩაგვაგდონ. ხოლო მესამე სულიერი მდგომარეობის შესახებ არ მსურდა საუბარი, მაგრამ ვიღაცამ მაიძულა, რომ ესეც მეთქვა. სული, რომელიც დღისით გაუჩერებლივ ღვთის სიტყვას შეიმეცნებს, ჩვეულებრივ ძილის დროსაც ამავე საქმიანობას აგრძელებს და ეს მეორე არის ჭეშმარიტი ჯილდო პირველისათვისა, რათა ოცნების ბოროტი და მზაკვარი სულები განიდევნონ. მე-20 საფეხური. მასზე ასული თავის გულში მიიღებს ნათელს.